მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის და ჩვენი მე-6 ეპიზოდი, რომელშიც ვილაპარაკებთ პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, დაკავებულებზე, რომლებიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დააკავეს და ეს პროცესები ფაქტობრივად უკვე სრულდება, ზოგიერთ მათგანზე უკვე განაჩენიც გამოაცხადა სასამართლომ და დღეს მოძრაობის წევრებთან ერთად განვიხილავთ იმას, რას გვაჩვენებს მიმდინარე საქმეები, როგორია დღეს მართლმსაჯულება საქართველოში და რა არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და პრობლემა, როცა ვლაპარაკობთ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე და ზოგადად რა პრობლემას უქმნის ისეთი მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანას, როგორიც გვაქვს უკვე 10 წლეულებია, ხო? დღეს პოდკასტში ჩემთან ერთად არიან აიჰან ჰასანლი, რომელიც არის მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი და იურისტი, რომელიც ასევე ჩართულია ერთ-ერთი დაკავებული სისხლის სამართლის საქმეში და ამ საქმეზე მე დეტალურად ვილაპარაკებთ და ასევე მოძრაობის წევრი ალექსანდრე გოგოლაძე, ბიოლოგი, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი და მოძრაობის წევრი ასევე, რომელიც თავად არის ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული, მისი პროცესი მიმდინარეობს და ამ საქმესაც უფრო დეტალურად შევეხებით. მე ვარ სოფო ვერძეული, მეც ვარ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. ალბათ სანამ საქმეების დეტალურ შინაარსს განვიხილავთ და უფრო სიღრმეებში შევალთ ამ საქმეებს, რა პრობლემები აქვს, მნიშვნელოვანი იქნება დავიწყოთ ალბათ იმით, ზოგადად როგორია დღეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში და როგორ კვებავს ავტორიტარული რეჟიმი და მართლმსაჯულება ერთმანეთს, როგორ აძლიერებს ერთმანეთს და ასევე მოგვიწევს ვილაპარაკოთ იმაზეც, საერთოდ როგორ მოვედით აქამდე, იმიტომ რომ ეს პრობლემა არ დაწყებულა, არ არის ახალი და არ დაწყებულა მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ხო? ჩვენ რასაც დღეს ვუყურებთ, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდის ენის სრულად გადატანა მართლმსაჯულების სისტემაში, კანონის ენაში და ეს გამოიხატება არა მარტო სასამართლო გადაწყვეტილებებში, არამედ გამოიხატება იმ კანონებშიც, იმ უსამართლო კანონებშიც, რომელსაც დაჩქარებული წესით ბოლო თვეების განმავლობაში იღებდა ქართული ოცნება პროტესტის გასანეიტრალებლად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მიზანი ზუსტად აი ამ ასეთი კანონების მიღების იყო ის, რომ ეს მათი ბრალდებები წინააღმდეგობის პროცესის მიმართ, პროტესტის მიმართ არ დარჩენილიყო მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიებში და ეს ენა ასახულიყო კანონშიც და სამართალშიც და ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ავტორიტარიზმების ერთ-ერთი მახასიათებელი ისიც არის, რომ ისინი კანონის ენით და სახელით ლაპარაკობენ, ხო? ამ კანონებს იღებენ თვითონ უსამართლო კანონებს და შემდგომ მათივე გავლენის ქვეშ მყოფი მართლმსაჯულების ორგანოები ამ კანონებს აღასრულებენ და საქართველო არის ამისი კარგი მაგალითი, ხო? და ჩვენ ამას ვხედავთ პრინციპში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს ფალსიფიცირებული მტკიცებულებების, არაერთი წინააღმდეგობრივი გარემოების გამო, რომელიც ამ საქმეებში ფიქსირდება და პრინციპში საზოგადოების განწყობებით, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლების განწყობებით აჩვენებს, რომ პროპაგანდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რესურსი დახარჯა, იგივე მზია მაღლობელის საწინააღმდეგოდ, სხვა დაკავებული პირების საწინააღმდეგოდ პროტესტის გასაშავებლად, მაინც ერთგვაროვანი მყარი წარმოდგენა საზოგადოებაში ამ ხალხის მიმართ ვერ შეიქმნა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მაგალითად მზია მაღლობელის საქმეში მოსამართლემ გადააკვალიფიცირა მისი ქმედება და მართალია გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ მოუწია გარკვეულწილად რაღაც ტიპის დათმობაზე წასვლა, თუმცა ბუნებრივია ეს განაჩენიც არის პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული განაჩენი, სხვა შემთხვევაში მზია დღეს იქნებოდა თავისუფალი, ისე როგორც სხვა პატიმრები, რომელთა მიმართაც უკვე გამამტყუნებელი განაჩენები დადგა. შეგვიძლია ზოგადად დავიწყოთ ალბათ ამაზე საუბრით, როგორია დღეს ქართული მართლმსაჯულება, პოლიტიკური ვერტიკალის გავლენა სასამართლოზე როგორია, რაც ჩანს კიდეც ამ საქმეებში, ხო? სანამ დეტალურად უშუალოდ საქმეების გარემოებებს შევეხებით და აიხან შენ გიწევს ზოგადად სასამართლოსთან აქტიური მუშაობა, იმიტომ რომ ადვოკატი ხარ და მონაწილეობ საქმეებში და საინტერესო იქნებოდა შენი პერსპექტივა ამაზე, ხო? აი ავტორიტარულ რეჟიმში მართლმსაჯულების ეს როლი როგორ გესახება, რა როლსაც დღეს ქართული სასამართლო უსრულებს ქართულ ოცნებას? ზოგადად რთულია
ავტორიტარულ რეჟიმში ისაუბრო რაღაც დამოუკიდებელი სასამართლოზე, რაღაც ობიექტურობაზე, სამართლიანობაზე და რაღაც კონდეს იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საქმეზე დადგება ის განაჩენი, რასაც მოსამართლე მიიღებს შინაგანი რწმენით, ხო? და ჩვენ ხედავთ ორ მოცემულობას, ერთი ავტორიტარიზმის სულისკვეთების კანონებში ასახვას, რომელიც სრულად არსებული კანონმდებლობა გამოხატავს ეს ავტორიტარიზმის სულისკვეთებას და მეორე არსებული კანონმდებლობის ავტორიტარიზმის სულისკვეთების გამოხატვას და გამოყენებას. და ამის ძალიან კარგი მაგალითია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობები თითქმის ყველა აქტიურ მუხლში, სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იღენებენ შემოსულია, საკმაოდ დიდი რაოდენობით ხო 30 დღით, 60 დღით, 90 დღით და ასე შემდეგ და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლების ჩამადება, ამავდროულად გამგაცრება, სახელმწიფო ღალატის მუხლის დამადება სისხლის სამართლის კოდექსში და ასე ვთქვათ რაღაცანაირად არ არსებული ქმედებების კრიმინალიზება და ამის როგორც კანონის სახელით საუბრად გადაქცევა, ხო? ზოგადად ასეთი არსებული მოცემულობა, რომ ავტორიტარიზმი სულ საუბრობს, რომ აი კანონში ასე წერია და როგორ მოიქცეთ, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ, კანონი ყველასთვის კანონია, უნდა დავამოჩნდეთ და ასე შემდეგ, ხო? რაც ეს შუადან დაწყებული მსჯელობის საგანია, ხო? იქამდე როგორ მივიდა ამბავი, კანონად როგორ გადაიქცა, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია როგორ არის ამ მოცემულობაში, ან საკანონმდებლო ორგანომ თუ არ გადაიქცევდა ამას კანონად შეიძლებოდა თუ არა ეს გაჩანილი იყოს სისხლის სამართლის კოდექსში და ასე შემდეგ, ხო? აი ეგ არის ზუსტად დაწყების ამოსავალი წერტილი, სადაც უნდა დავიწყოთ ჩვენ მსჯელობაზე, ხო? ჩვენი კანონმდებლობაში არსებული მოცემულობა იყო სულ სხვანაირი, ეს აქციის დაწყების შემდეგ სრულად სახელმწიფოს საკანონმდებლო მანქანა შემოტრიალდა ამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და თქვა, რომ ეხლა ჩემს სახელით კანონმდებლობა ისაუბრებს თქვენს წინააღმდეგ. და რა დავინახეთ ჩვენ, რომ არსებული სისხლის სამართლის ნორმების არაგეთესენდეციარი განმარტებები გაჩნდა, რომელიც პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსიდან არ იკითხება, რაღაცა არარსებული სტანდარტებით მოხდებირების დაკავება და სასამართლო სისტემა ამაში სრულად არის ჩართული და უგანონობას აკანონებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოვიდა როგორც ინსტრუმენტი და ყველას თითქმის აჯარიმებს არარსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გამო უზარმაზარი ჯარიმებზე არის საუბარი, ფონდების დაღადაღების მიზნით არარსებული მოცემულობაზე დაიწყეს სისხლის სამართლის სოლიდარობის კრიმინალიზებაც. ბუნებრივია, ჩვენ წლებია ვსაუბრობდით სოლიდარობის მნიშვნელობაზე, უამრავი პლატფორმა შეიქმნა, უამრავი თეორიული კურსები და ასე შემდეგ. და ჩვენ ვხედავდით უკვე სოლიდარობის რეალური პრაქტიკული გამოვლენებები და ეს იყო სისტემისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და ამის ასე ვთქვათ კრიმინალიზაციის მიზნით დაიწყო ასე ვთქვათ სისტემამ, რომ ეს სოლიდარობა ჩემთვის საფრთხეა და აქედან გამომდინარე რაღაცა ფორმით ამის კრიმინალიზაცია უნდა მოვახდინო. ალბათ ერთი საკითხი და განსაკუთრებული თავისებურება, რაც დღევანდელ ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას ახასიათებს, თუმცა ეს უცნაური არ არის ავტორიტარული პოლიტიკური სისტემისთვის ზოგადად, ეს არის შერჩევითობა, ხო? შერჩევითი მართლმსაჯულება. ცოტა ხნის წინ 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხებოდა ნოემბრიდან მოყოლებული აქციებზე სამართალდამცავი სისტემის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის შემთხვევების ანალიზს და ამ კვლევის მიხედვით 117 ადამიანთან იყო ინტერვიუ და 117 რესპონდენტიდან ფაქტობრივად 80% მიუთითებდა, რომ ისინი დაექვემდებარდნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან. ანუ 80% დაკავებული ადამიანები საუბრობდა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და ის მეთოდები, რომლებსაც ისინი აღწერდნენ, მიუთითებდა იმაზე, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური მოქმედება, ინდივიდუალური პოლიციელის და ეს იყო ორგანიზებული სტრატეგია სამინისტროს მხრიდან და პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ამაზე მიუთითებდა არა მარტო ამ ადამიანების ჩვენებები და ინტერვიუები, არამედ ისიც როგორ მოქმედებდა პოლიცია, როგორც წესი თავის და სახის არეში განზრახ დაზიანების მიყენება, როგორც წესი წინასწარ მომზადებული სადამსჯელო მიკროავტობუსები, რომელშიც სკამები წინასწარ იყო ამოღებული და
ადამიანები ჯერ პირველი ეტაპის ცემის შემდეგ სანამ ამ მარშრუტკებში აღმოჩნდებოდნენ, შემდეგ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა გრძელდებოდა უკვე ამ დაკავების შემდგომ სადამსჯელო მიკროავტობუსებში და ასე შემდეგ. ყველა ეს მეთოდი, რომელსაც თანმიმდევრულად და ერთგვაროვნად აღწერენ ადამიანები, მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ჩვენ სისტემურ დანაშაულთან, რომელიც იყო წინასწარ ორგანიზებული და ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომები. ამის მიუხედავად არც ერთი სამართალდამცავი სისტემის არც ერთი წარმომადგენელი, არც ერთი სპეცრაზმელი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ბრალიც კი არავის არ აქვს წაყენებული, მაშინ როდესაც მეორე მხარეს 60-ზე მეტი ადამიანია უკვე აი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურ პროცესთან კავშირში დაკავებული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული, ხო? სახალხო დამცველის აპარატიც, როცა სწავლობდა ნოემბერ-დეკემბრის აქციებს და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, სახალხო დამცველის აპარატიც კი ამბობს, რომ დაახლოებით 280-ზე მეტი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევა აქვთ იდენტიფიცირებული, რაც ძალიან დიდი მასშტაბის მაჩვენებელია და ამ პირობებში ცხადია ეს განზრახი უმოქმედობა შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რომ არათუ პასუხისგებაში არავინ არ მიეცეს პირიქით, მათ ჯილდოები უნდა მიიღონ, მადლობები და სიგელები უნდა მიიღონ, ეს არის დემონსტრაციული მხარდაჭერა იმ რაღაცა სადისტური ქმედებების, რომელსაც ხედავდით ნოემბრის და დეკემბრის დღეებში თბილისის ქუჩებში, ხო? ლექსო, შენ თვითონ გაქვს გამოცდილება უკვე მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობის და პირველად. ხო, ამიტომ აი როცა ვლაპარაკობთ ამ შერჩევით მართლმსაჯულებაზე, იმაზე რომ არავინ რაღაცა მინიმალური პასუხისგებლობითაც კი არავის ფასი არ გადაუხდია იმისთვის, რაც ხდებოდა ნოემბერში და დეკემბერში და ამ დროს მეორე მხარეს არის ამდენი ადამიანი ყველას რაღაცა თავისი ცხოვრება ქონდა, თავისი საქმე ქონდა, უამრავი მათგანი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ხო, ჩვენ თუ შევხედავთ ამ პატიმრების ბიოგრაფიებს და ისტორიებს, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი დაკავებული ადამიანი არის ერთადერთი შემომტანი ოჯახში, ბევრი მათგანის ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ზოგს მცირეწლოვანი შვილი ყავს. აი ეს ისტორიები თითქოს აი ამ საერთოდ ჩაკარგულია საზოგადოებაში, ხო, სიამოვნებაში ადამიანური მხარე არის ფაქტობრივად გამქრალი. ლექსო, საინტერესო იქნებოდა ერთის მხრივ შენ გითხრა შენი ისტორია და ეს პირველი შეხება მართლმსაჯულების სისტემასთან, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ტიპის ცხოვრება გქონდა და გაქვს და ეგეც საინტერესო იქნება, რომ მაგაზეც მოგვიყვე და შენი პერსპექტივიდან, როცა მიდიხარ სასამართლოში და ზიხარი საათობით, ანუ რა არის ეს შეგრძნება, რა მოლოდინი გაქვს ამ მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან? ხო, ანუ მოლოდინი, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს დიდად, ანუ თან ორი ვარიანტია, ჩემს შემთხვევაში განაჩენი იქნება ან 2 წელი გამოსასწორებელი სამუშაოები, ან 2-დან 20 წლამდე ციხე, ანუ აქედან ერთ-ერთი რომ მოხდება, ვიცი, ახლა ანუ გამართლებას არ მოველი ნამდვილად ამათგან. ხო და თვითონ ეს პროცესი როგორც დაიწყო ზოგადად, ანუ თან აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაჭერა თავიდან მოხდა ადმინისტრაციული. იმით, ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე 2 თებერვალს და შეგვიძლია ეგეც გაიხსენო, დაახლოებით რა ხდებოდა დაკავებამდე რა ხომერობა იყო. ხო, ანუ მოკლედ ანუ მაგ დღეს ცოტა ყვაყმანოდი აქცია წასვლა არ წასვლაზე და საბოლოოდ ჯობდა არ წასულიყო, ისე გამოვიდა, მაგრამ ხო, მოკლედ როდესაც მივედი იქ, ნუ ძალიან განსაკუთრებულად ანუ ეს გედეს სპეციალიზმის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ისე იყვნენ, ასე ვთქვათ, მიშვებულები ამ თავენ ბრაზში და ზიზღში, რომ გამოეხატათ ბოლომდე, ანუ რაღაც ეს ბარიერის ისიც საერთოდ არ იგრძნობოდა. მოკლედ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი რაღაც მომენტში და მე უბრალოდ ერთ მომენტში ისე მოხდა, რომ სადღაც განაპირას ამოყავე მარტო თავი და შემოჩნდა, რომ ხალხი ცდილობდა, ხალხის დიდი მასა ცდილობდა, რომ გადასულიყო გზაზე, თან ისეთი შემართებით მიდოდა, რომ მეგონა, რომ ვიღაცას იჭერდნენ იქით და მაგიტომ მიდოდა ეს ხალხი. მეც ამასაც გავყევი, მაგრამ ნუ უცებ რომ დაიწყეს პოლიციელებმა ეს მოწყოლა და ისამ ძალიან აგრესიულად უკან გადმოწევა, მეც მოვბრუნდი და ამ დროს მორბის ვიღაც ნიღბიანი ტიპი ბოლო ხმაზე ყვირის და ანუ წიხლი ამომარტყა რა. და ამ წიხლის ამარტყაზე რომ მივიხედე, ანუ რაღაც ეს ავტომატურად შევიგინი, ანუ ის კი არ იყო რომ კონკრეტულად ვინმე, ანუ უბრალოდ აი რაღაც რო დაგემართება და რაღაც მისგან და
ამ გინებაზე დამტაცეს ხელი, იქ მე ძიძგილაობა იყო, რომ რაღაც მომენტში ჩანთა დამიხიეს, სათვალე იქ დამრჩა, ანუ დაგდებული რაღაც და რაღაც მომენტში უბრალოდ გადამწეს პოლიციას. ამ პოლიციას რო გადამწეს, პირდაპირ უთხარი ამათ, რომ რა უციხლი ამომარტყა მეთქი და იქვე დგანან და რაღაცა ესეთი რაღაც სივრცეში იყურება ერთ ეძაღის, არავე არ მოხდებოდაო. და ამის მერე ერთი ნიღბიანი მოდის კიდე. თან მეკითხება რა მოხდაო და ვეუბნები და მაგინებს რომ ეს რა თუ არ გიქნესო საერთოდ კიდეო და რაღაც და ამაზე გამეცინა და რაღაც საღოლ მეთქი რა უთხარი მაგაზე ეხლა მან და მომიყვანო, მაგრამ არ მოვიდა და წავიდა. ხო, ამის მერე წამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე ამ შენობაში იქ საკმაოდ ხალი დაგვაყოვნეს, მანდაც რაღაც ისეთი სიტუაცია იყო, რომ ის იდეაში ვინც წამიყვანა, იმათმა არ გააფორმოს, საერთოდ სხვა ადამიანები მოვიდნენ და აქედან ერთი არის, რომელიც მე ორი დღე რო არის, სახის იზოლატორში რო წამიყვანეს და ორი დღის მერე რო გამოვედი, სწორედ ეს ადამიანი ხვდება. ძალიან ხიარულად ხვდება რაღაც და ხელს მარტოს აბა პატივცემლო მე თქვენთან მორჩიო და მე მგონია რომ მორჩა ადმინისტრაციულ მივდივარ სახლში და მოუბრუნდი და ხვდება გამომძებელი და ორი პოლიციელი კიდევ და მეუბნებია რომ არსებობს მიმავლის საფრთხე, გადაგვალებში და სისხლის სამართლის საქმე და მოკლედ ის კიდევ ერთხელ დამოდეს ხელმორგილები და დაიწყო უკვე სისხლის სამართლის საქმე და ეს არის იმ ცვლილების შედეგი, ალბათ გვახსოვს ყველას ის კონტექსტი ხო, 2 თებერვლის აქცია რო დაანონსდა თბილისი მოლთან, მაშინ სასწრაფო წესით მთავრობამ თავის დადგენილებაში შეიტანა ცვლილება და თბილისის სენაკი ლესელიძის გზის მონაკვეთი, მათ შორის აი ეს დიღმის ეს ნაწილი თბილისი მოლთან მოექცა სტრატეგიული მნიშვნელობის გზად და ობიექტად ჩაითვალა. ეს არ მომხდარა კანონის დონეზე, ერთ დღეში მთავრობამ თავისი დადგენილებით შეცვალა ეს ჩამონათვალი და ამის შემდეგ პრაქტიკულად ამ გზის ბლოკირება გახდა კრიმინალიზებული და სისხლის სამართლის წესით დასჯადი და შენ მოყევი ამ პირველ ტალღაში მოკლედ ამ მუხლის ამოქმედების. ხო, მე რადგან სპეციალურად ვთქვი, რომ ეს შენი პირველი შეხებაა მართლმსაჯულების სისტემასთან. და ალბათ საინტერესოც იქნება გვითხრა რას აკეთებ ზოგადად და რა ელოდება შენ კარიერას თუ ის მოლოდინი გამართლდა რაც შენ გაქვს და გამომტყუნებელი განაჩენი დადგა. ხო, რას ვაკეთებ? ამჟამად მუშაობ ლუგარის ლაბორატორიაში, დავიწყე პანდემიის დროს მუშაობა, სტაჟიურად მივედი 2020 წელს. და რაღაც 3 თუ 4 თვე ვიყავი სტაჟიურად, შემდეგ ჯგუფში ვიყავი, რომელიც თვითონ აი ამ პანდემიის დროს შემოსული ნიმუშების დიაგნოსტირებაზე მუშაობდი მოკლედ. ხო, მანამდე ძალიან ბევრ რამეს ვარ მიდებული, ფილოსოფია მოგშერ დამთავრებული, მე ბიოლოგია, შუაში კიდე რაღაც პროფესიულები მაქვს გავლილი და ჩხეთის სახელოსნოში კიდე 2 წლიანი დრამატურგიის ის მოკლედ თან იკვლევ რაღაც. ხო. ხო და ამჟამად ნეირომეცნიერებაზე ვსწავლობ. და იდეაში ცალკე რაღაც ეგ პროცესი ძალიან ის იყო რა რაღაც გამოვედი თუ არა ის ხო აი ბოლო კვირა იყო მეგონი ფინალურების და ეგრევე ფინალურების წერა მომიწია და ძალიან რთული იყო იმიტომ რომ არც ემოციური რესურსი დიადა არ მქონდა მაგის და ის მაგრამ როგორღაც გავედი ფონს და ხო და მოკლედ იმ შემთხვევაში გამოტყუნებელი განაჩენი თუ გამოარა ახლა თავისთავად გაჩერდება ეგ შემი სწავლის პროცესიც ცალკე და მუშაობისაც ხო თვითონ ახლა როგორც სახელმწიფოს დაქვემდებარებული ის ლაბორატორია არ ვიცი საერთოდ ზოგადად რა კანონმდებლობა აქვს იმასთან მიმართებაში, ნასამართლობასთან მიმართებაში, მაგრამ უშუალოდ ეგ პერიოდი როცა რაღაც ეს 2 წლიანის იქნება, ციხე თუ იქნება თავისთავად ვერ მოხდება მუშაობის გაგრძელება, ხო ეგ პერიოდი გაჩერებული იქნება ჩემთვის ყველაფერი საერთოდ. შენც თქვი ლექსო და აი ხანიც ალბათ ამაზე დაამატებს. შენც დაგაკავეს ნიღბიანებმა. ერთ-ერთი მახასიათებელი ამ საქმეებში რაც არის აი რაღაც რაც ძალიან მკვეთრად ჩანდა განსაკუთრებით ამ აქციების დროს წინა წლებთან შედარებით, ეს არის პირველი იდენტიფიცირების ყველანაირი ნიშნის მოშლა და ესეც რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე რომ წინასწარ იყო ზომები მიღებული რომ ამ საქმეების გამოძიება გართულებულიყო და სპეცრაზმელების ამოცნობა ვერ მომხდარიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ჩაფხუტების შიგნით მათ ჰქონდათ გარკვეული მაიდენტიფიცირებელი ნომრები
და მეორე რაც ძალიან მკვეთრად ჩანდა და ეხლა ეს ლექსომაც ახსენა, ეს არის იდეოლოგიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი სამართალამცავ სისტემაში. არა მარტო სასამართლოში, ხო, ჩვენ ამას უყურებთ პოლიციაშიც, პროკურატურაშიც. ძალიან მკვეთრად ჩანდა პოლიციის ქმედებებში, სიტყვებში, მათ მესიჯებში, როგორც ეკონტაქტებოდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აი ამ პროპაგანდამ, რომელიც ბოლო წლებია ქართული ოცნების მხრიდან ფართოდ ვრცელდება საზოგადოებაში, მხოლოდ საზოგადოების რაღაცა ნაწილი კი არ მოიცვა, სინამდვილეში სახელმწიფო ინსტიტუტებიც სრულად იდეოლოგიზირებული გახადა და მათ შორის პოლიციაც, ხო? ამიტომ არის მათი დაკავების დროს ნათქვამი ფრაზები, ამიტომ გავდა ერთ-ერთში ქართული ოცნების წარმომადგენლების პროპაგანდისტულ მესიჯებს, რომელიც ისმოდა ამ აქციებთან მიმართებით. და პრინციპში ალბათ რომ გადავიდეთ უკვე აი ამ საქმეებზე, კონკრეტულ საქმეებზე, ჩვენ გვაქვს რამდენიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმე, რომლის წარმოებაც მიმდინარეობს, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეები, ეს არის ნარკოტიკის შეძენა შენახვის საქმეები, კაბელების დაზიანების საქმეები და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარე საქმეები, ლექსოს შემთხვევაში და მასთან ერთად კიდე 7 ადამიანია ბრალდებული ამ საქმეში სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებასთან დაკავშირებული საქმეები და რა თქმა უნდა პოლიციელზე თავდასხმის უკვე ვახსენეთ ზიამაღლობელის საქმე და რამდენიმე სხვა ადამიანის საქმე, რომელიც იგივე ტიპის შინაარსის საქმეზეა დაკავებული, ხო? ერთი შეხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეების შინაარსი დიდწილად განპირობებული იყო იმ მესიჯებით, რაც ქართულმა ოცნებამ გაავრცელა და მათი მთელი მიზანი და განზრახვა ნოემბრიდან მოყოლებული იყო, რომ ეჩვენებინა, რომ ქუჩაში ვინც დგას, დღეს პროტესტში და წინააღმდეგობაში ჩართული ვინც არის და უსამართლობას ვინც უპირისპირდება, ისინი არიან მოძალადეები, აი სადღაც ორგანიზდებიან, რომ ჯგუფური ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე განახორციელონ, ან არიან ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ადამიანები, რეპუტაციულად უნდათ შეელახათ მთელი პროტესტი და წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვფიქრობ ამ საქმეების კვალიფიკაცია გარდა მათი სისუსტისა სამართლებრივად კიდევ ერთი ნიშანი და დასტურია იმის, რომ სინამდვილეში მართლმსაჯულება წავიდა ქართული ოცნების პროპაგანდის შეფუთვის გზით, ხო? აი ეს კვალიფიკაციები, რომელიც ამ საქმეშია გამოყენებული და განსაკუთრებით ახლა მზიამაღლობელთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მედიაში გაკეთებული განცხადებები, რომ ის ვიღაცის დავალებებს ასრულებდა თურმე, როცა ირაკლი დგებუაძეს შეეხო. აი ეს ყველაფერი არის ერთობლიობაში იმის მანიშნებელი, რომ მართლმსაჯულებას მთელი ამოცანა რაც ჰქონდა, იყო ის, რომ სამართლებრივად შეეფუთა ის, რასაც პროპაგანდა ამ დროის განმავლობაში მედიების საშუალებით ავრცელებდა, ხო? აი ხან შენ იცავ ინსაფ ალიევს, რომელიც არის ერთ-ერთი ბრალდებული ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარე საქმეში, ხო? და მონაწილეობას ედავება ჯგუფურ ძალადობაში პროკურატურა. პირველ რიგში გვაინტერესებდა ინსაფ ალიევი შიმშილობდა და მძიმე პირობებზე მიუთითებდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ამაზეც რო გვითხრა და ალბათ კარგი იქნება ზოგადად ბევრია და ყველაზე მეტი ადამიანი ჯგუფური ძალადობის მუხლით არის პასუხისგებაში მიცემული და საერთო ტენდენცია აქვს ყველა ამ საქმეს და აი ამ ტენდენციებზეც რო ვილაპარაკოთ და მთავარ სისუსტეებზე ამ საქმეების. ეს მიმდინარეობა გვაჩვენა რამდენიმე მნიშვნელოვანი არსებული მოცემულობა. ერთი ის, რომ პირველი რუსული კანონის აქციების შემდეგ სისტემამ სერიოზულად ემზადებოდა ამ მოცემულობისთვის, მეორე შერჩეული მუხლების სისხლის სამართლის კოდექსში სრულად იყო გამომხატველი იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეაშინოს, რომ ნახეთ იქ ქუჩაში ვინც არის წარმოდგენილი აქციის მონაწილეების სახით, ყველა არის კრიმინალი. და შესაბამისად, თუ თქვენც იქნებით მასთან ერთად ქუჩაში და აქციაზე, შესაბამისად იგივე ბედი ელოდება, რასაც ამ ახალგაზრდებს და ადამიანებს, ხო? და შესაბამისად ეს შერჩევითი სამართლის ნიმუში ძალიან კარგად არის გამოვლენილი ამ ასე ვთქვათ კვალიფიკაციებში, ხო? პოლიციაზე თავდასხმა იყო, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება იყო და ასე შემდეგ, სრულად არის ისეთი მუხლები, სადაც აი ამბობს, რომ ეს ადამიანები ვითომ და იყვნენ სისტემის წინააღმდეგ და საზოგადოებას აჩვენებს სამაგალითო დასჯის მექანიზმები საზოგადოებისთვის, რომ თუ თქვენც იქნებით ასეთი სამაგალითო სახით დაისჯებით.
და რაც შეეხება დასმული კვალიფიკაციებსა და თვითონ შინაარსის შორის კვეთა ფაქტობრივად არ არსებობს. ჩემ დასვის ქვეშ მყოფს ედავები ან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რომლებიც თითქმის არ არსებობს წარმოადგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის კომუნიკაცია იყო ორგანიზატორებად შერჩეული პირებს შორის და ან ხო, კი ბატონო და არც რაიმე სახის ასე ვთქვათ ფარადინე ფურცელიც კი იმასთან დაკავშირებით რომ აღნიშნული პირი იყო რომელიმე ჯგუფის მონაწილე და ასე შემდეგ. აი სრულად აცტენილია, წარდგენილი ბრალდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებთან მიმართებაში. და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ იმას რომ ჩვენ გინდა თუ არა სისხლის სამართალი არის სახელმწიფოს ლეგიტიმური ძალადობა ადამიანებზე და ეს თავისი ლეგიტიმური ძალადობა ძალიან კარგად იყენებს ამ არსებულ მოცემულობაში და სადამსჯელო მიზნით იყენებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და არსებული რაღაცა ფარადინე ფურცლების ერთმანეთზე მიბმით შექმნა რა შეიკრას სისხლის სამართლის საქმე და ბრალი წაუყენა ამ ადამიანების წინააღმდეგ და ედავება ასე ვთქვათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ანუ ამაში წინა პრაქტიკების როლიც საკმაოდ დიდია, რომელიც ამ მუხლის ამ ფორმით გამოყენებას მიუძღვნა ხელი. ხო, ანუ 225 მუხლი, სანამ საკანონმდებლო ცვლილება იქნებოდა ამ ნორმასთან მიმართებაში, ერქვა მასობრივი არეულობა. ხო და მე ეს მუხლი შეიცვალა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ამ ფორმით ჩამოყალიბდა და შესაბამისად თვითონ ნორმის მოთხოვნა არის ის რომ სახელმწიფო უნდა იყოს მინიმუმ ორგანიზატორი და ამ ორგანიზატორების რაიმე სახის დავალებას დაკვეთას თუ მოთხოვნას უნდა შეასრულებდეს ეგრეთ წოდებული მონაწილე. შესაბამისად თუ ეს კვალიფიკაციის მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს, შესაბამისად ვერც იქნება აღნიშნული ქმედება სახეზე. მე როგორც თუ სწორად მახსოვს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ასეთია, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე განჩინება რაც ვნახე, ზუსტად მოითხოვს იმის მტკიცებას, რომ ადამიანები წინასწარ გარკვეული ფორმით შეკავშირებულები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში ამ მუხლით ბრალის დამტკიცებისთვის აუცილებელია რომ მათი წინასწარ შეკავშირება, მომზადება, საერთო მიზნით მოქმედება პროკურატურამ გამოკვეთოს, რასაც ვერ ახერხებს და მეორე ალბათ ამას შენს დაამატებ, მთავარი პრობლემა ერთ-ერთი რაც არის, მათ მიერ წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებში არც ერთში არ ჩანს ბრალდებულების, ბევრი არიან ამ მუხლით ბრალდებულები, პირობითად ზოგის ნასროლი, ბოთლი ან ჯოხი, საერთოდ ვინმეს ხვდება თუ არა, ვის ხვდება, ვინ დაზარალდა, რა ფორმით დაზარალდა, არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ბრალდებულების ქმედებას და დაზარალებულ პოლიციელების მდგომარეობას შორის არ არის, არ მტკიცდება ყოველ შემთხვევაში. აბსოლუტურად გეთანხმები, ასევე ჩვენთვის სადავო არის ისიც, რომ ან ჰაბსკოპიური ექსპერტიზაც ისეთი ფორმით არის ჩადარებული, საერთოდ ეს პირები იყვნენ თუ არა ადგილზე, ეგეც კი არის, კი ბატონო, ეგეც კი არის სადავო დასვის მხარისთვის. და შესაბამისად, კი, ანუ უზენაეს სასამართლოს აუცილებელი პირობად და მაკვალიფიცირებელი ნიშნად ითხოვს იმას, რომ ეს არის სავალდებულო მოთხოვნა ამ მუხლთან მიმართებაში, რომ უნდა იყოს წინასწარი კავშირება და საერთო მიზნით მოქმედება და ეგრეთ წოდებული ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის რაიმე სახის კავშირის არსებობა. თუ ეს არ არსებობს, ბუნებრივია 225 მუხლის გამორიცხულია ამ საქმეზე. და რაც შეეხება შიმშილობის საკითხი, აქ უნდა დავსვათ სწორი აქცენტები. ცალკე აღებული ის კი არ იყო მნიშვნელოვანი, რომ შიმშილობა დაიწყო. მნიშვნელოვანი ნაწილი ამავდროულად იყო ის, რომ რატო დაიწყო. ხო? ინსაფალიევი უთითებდა ასე ვთქვათ, არასოთანადო მოპყრობაზე, უთითებდა ანტიგიგიენურ მდგომარეობაზე და ასე ვთქვათ, მის მოთხოვნაზე რეაგირების არარსებობაზე, საყოფაცხოვრებო და ასე ვთქვათ, აუცილებელი პირობებზე, წვდომის არარსებობაზე, როგორიც იყო, მიუხედავად იმისა, წყალი იყო ცალკე ღობილი, მაგრამ ვერ იღენებდნენ ამ წყლის რესურსს და ამავდროულად 5 საათის განმავლობაში ითხოვდა რეაგირებას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ
გამოყვა და პირიქით მის წინააღმდეგ წესრიგის დარღვევის ფაქტზე გამოყენებული იქნა გარკვეული სახის ზომა და ასე შემდეგ, ხო? და აი ეს ზუსტად ეს მოცემულობა განაპირობა ის, რომ ასეთი მძიმე ფორმით გამოეხადა თავისი პროტესტი. ხო, იმიტომ რომ ეს მოცემულობა შექმნა სერიოზული სამართლობის განცდა, თუ აი მე არაფერი არ გამიკეთებია და მიუხედავად იმისა, რომ მე ვითხოვდი გამოხმაურებას ჩემ მოთხოვნაზე რაიმე ფორმით და დამეხმაროთ, რომ ეს პრობლემა მომიგვარებინა, ბირიქით რაღაც წესრიგის დარღვევის გამო რაღაც ზომას იყენებს ჩემ წინააღმდეგ, ხო? და ეს იყო მოცემულობა, რომ ეს ასე ვთქვათ არსებითად უსამართლობის განცდა შექმნა და გამოხატა. მე ოჯახის წევრების მოთხოვნით შეწყვიტა შიმშილობა და საბოლოო ჯამში სახალხო დამცველს იყო მასთან შესული და დაფიქსირდა უქმის სახით აღნიშნული მოცემულობა. ეს გამონაკლისი აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ სხვა დაკავებულების შემთხვევაშიც პრინციპში დაკავების ადგილებში პენიტენციურ დაწესებულებებში ნელ-ნელა როგორ იცვლება დამოკიდებულება პოლიტიკურ საქმეებზე დაკავებული პირების მიმართ, ხო? ეს ინსაფალიევის შემთხვევა, ნინო დათაშვილის ამბავი და ნინო დათაშვილთან დაკავშირებით საერთოდ წარმოუდგენელი რამ მოხდა, როდესაც იმის ნაცვლად რომ ადამიანისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ საერთოდ რაღაცა ამორალურ გზებს მიმართეს მისი პიროვნების რაღაცა არ ვიცი გაშავებისთვის თუ შეურაცხყოფისთვის თუ ხალხის თვალში რაიმე ტიპის რაღაცა არ ვიცი რა მიზანი ქონდა ამას რომ ის გადაეყვანათ შემოწმებაზე, ხო? ნინო დათაშვილის მდგომარეობა, ну მისი საქმე ასევე არის ძალადობის პოლიციის კანონის მანდატურებზე ფიზიკური ძალადობის საქმე და ეს საქმე ისეთივე აბსურდულია როგორც მზიამაღლობელი საქმე, იმიტომ რომ ვინც კადრები ნახა მზია დათაშვილის დაკავების ყველა ხედავს მის რეაქციულ ქმედებას რა მოსდევს წინ და რა ფორმით გაყავთ მანდატურებს ის სასამართლოს შენობიდან და აი ამ რაღაც აბსურდული ბრალდების შემდეგ არის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები და არა სათანადო სამედიცინო მხარდაჭერა, რომელსაც ის ვერ იღებს დაწესებულებაში და ამის შემდგომ კიდე ეს რაღაცა სრულიად რაღაცა ამორალური გადაწყვეტილება მის მიმართ ამ ზომების გამოყენების, მაგრამ და მოკლედ დავამატებ იმას, რომ აი და ეს მოცემულობა კიდე გვაჩვენებს იმას, რომ სისტემა სრულად გამორიცხავს ამ მიმდინარე წარმოების ფარგლებში სისტემის რაიმე ფორმით ან უგლებელყოფის, ბრალის, ან რაიმე ფორმით აი გულგრილების არსებობის ფაქტს, ხო? აი მიუხედავად იმისა, ბრალდების მხარეს ევალება, რომ სრულყოფილი გამოძიება აწარმოოს, ამავდროულად შექმნას როგორც გამამტყუნებელი, ისე გამამართლებელი მტკიცებულებები მოიპოვოს, ხო? ამავდროულად განიხილოს ყველა სახის ვერსია თანაბრად და ასე შემდეგ, ხო? მიუხედავად ამ ვალდებულებისა, რომ საკანონმდებლო დონეზე არის ეს ვალდებულება და მტკიცების ტვირთიც ეკისრება ბრალდების მხარეს, მიუხედავად იმისა, ყველაზე მკაცრი ფორმით არის ხოლმე მათ მიმართ გამოყენებული ეს ზომები, მიუხედავად იმისა, ინსაფალიებთან მიმართებაში უშუალოდ, ასე ვთქვათ, ყველაზე არაოპტიმალური, ყველაზე არაპროპორციული და ყველაზე აი წარმოუდგენელი გზით წავიდნენ და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რომლის საქმეში არსებული მასალებიდან ფაქტობრივად არაფერი არ დგინდება, ხო? და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გამოძიებაც და არ არის სრულყოფილად ნაწარმოები და არც ერთი ვერსია, ასე ვთქვათ, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით არ არის განხილული და პირდაპირ მივიდნენ სადამსჯელო სახით ამ მუხლებზე, მათ შორის გუშინ დადგა ამ საქმეზე განაჩენი, ხო ანუ აუცილებელი მოგერიება იყო ფაქტობრივად სახეზე და სრულად გამორიცხეს და მაინც ასე ვთქვათ გადააკვალიფიცირეს უფრო მსუბუქ მუხლზე, თუმცა მაინც მიუსაჯეს, ხო? და ლიგიკური საქმეზე ალბათ. და ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემამ სრულყოფილად ადამიანების და სისტემის რაიმე სახის, ასე ვთქვათ, ბრალის არსებობის სივრცესაც კი არტოვებს და ამბობს, რომ აი აუცილებელი მოგერიებასაც რომ გამოიყო, მაინც შენ ხარ დამნაშავე. ხო, და ერთი რაც ბოლო პერიოდში მათ შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერების საქმეებში იკვეთება, არის და რაც კიდე ერთი დამატებითი ნიშანია, რა დოზით არის პოლიტიკა ამ საქმეებში შემოჭრილი. ეს არის შეწყალებაზე ლაპარაკი და ზოგადად მიმართვა ბრალდებულების მიმართ, რომ მათ მოინანიონ, ბოდიში მოიხადონ, რაღაცა დაპირებები გასცენ და ამის შემდეგ იქნებ
ყაველაშვილმა ისინი შეიწყალოს და ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდე გაზაფხულის აქციების დროს წარმოუდგენელი საქმე მეფარიშვილის და ოკრიბელაშვილის, როდესაც ისინი აი რკინის ჯებირის რაღაცა 400 ლარიანი ზიანის გამო დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პირობები მათ შეასრულეს, მაინც შეწყალება ვერ მიიღეს, ხო? თუმცა ეს მაინც რაღაცა ამ ბრალდებულებთან მათი ფსიქოლოგიური გატეხვის ფორმა უფრო არის, ხო? ამ ბოდიშის მოხდის შეთავაზება, მონანიების მესიჯის გაგზავნა და მაინც ხედავთ, რომ პრინციპში ყველა პატიმარი და ყველას ოჯახი არის რაღაცა ამ წინააღმდეგობის წინახაზზე და სოლიდარობით ერთმანეთის მიმართ და მათ შორის ინსაფალიევის შემთხვევაშიც გამოჩნდა ეს სოლიდარობა სხვა პატიმრის მხრიდან და ეს ნამდვილად რაღაცა ძალიან ისეთი ნიშანთვისებაა ამ საქმეების და ამ ბრალდებულების, ხო, როგორ მტკიცედ და ბოლომდე ცდილობენ ბრძოლას და ლექსო შენი მხრიდან იქნებოდა საინტერესო შენი საქმეც ასეთი სუსტი საქმეა მტკიცებულებების თვალსაზრისით რა კადრი რომელიც წარდგენილია სასამართლოში ის ფაქტობრივად არაფერს არ ადასტურებს ხო ამის მიუხედავად რაღაცა შენ მოლოდინი ამ საქმეში პოზიტიური არ გაქვს ბუნებრივია ამიტომ აი როგორ უყურებ ზოგადად ამ საქმეების პოლიტიკურ მნიშვნელობას ხო აი მაგალითად ხა შენი პატიმრობით შენნაირი ადამიანის რამდენიმე წლით ციხეში გაშვებით ან ამ ქვეყნის საზოგადოება რას მიიღებს ან რისგან დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს შენი საპატიმროში ყოფნა რა ლოგიკა და რაციონალობა დგას ამ ყველაფრის უკან როცა აი რაღაცა ამდენ აბსურდულ სისხლის სამართლის საქმეზე ვლაპარაკობთ ხო, ალბათ ძირითადი მანდ არის საჩვენებელი დასჯა, ანუ აქ არ არის კონკრეტული ადამიანების რეალურ დანაშაულზე საერთოდ საუბარი, ხო, ანუ აქ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა ჩაიდინა სიამბლოში, ეს არის უბრალოდ რომ საჩვენებლად ხალხს საჩვენონ, რომ ანუ უბრალოდ აქციაზე ყოფნაც კი უკვე შეიძლება გახდეს საქმის შეკარვის წინაპირობა, ანუ შენ არანაირი სიმართლის იმედი არ უნდა გქონდეს ამათ ხელში, უბრალოდ ანუ ხო არ უნდა გქონდეს სიმართლის იმედი, უბრალოდ ის რომ ამათმა ეს რაღაც სუსხავ ეფექტს რაღაც ეძახიან, ეგ რომ მაგას რომ მიაღწიონ, მაგის არის ყველაფერზე წამსვლელები, ანუ საერთოდ არანაირი თავს, ანუ თანაკვეთა შეიძლება, ანუ ადამიანს იგივე ახლა მეც ჯგუფურზე ვარ, ხო, ანუ არავის არ ვიცნობდი საერთოდ იქ მართლა ზოგი საკანში გავიცანი, ზოგი იზოლატორის რიგში და რაღაცა, ნუ ახლა სასამართლოზე, ხო? ანუ არანაირი ის ასეთი მკვეთრი კვეთა ამ ხალხთან არაფერი არ გქონია, თვითონ ის მოწმის ისიც რაც მაქვს საკითხული, ანუ რადის არის შედგენილი, ერთ-ერთში ყველასთან იგივე აქვს გადატანილი და ორგან წერი, ანუ ის რაც ანუ ფაქტობრივად არ მომხდარა, ანუ არის რომ არ ვემორჩილებოდი პოლიციელს და თან ვიგინებოდი უწყვეტ რეჟიმში, ანუ და ეგეც ხო, ანუ რაღაც ის არის რომ აი რაღაცნაირად იმდენად ანუ ამ ბიუროკრატიაში კარგავენ, ანუ იმ ბიუროკრატიით აქვს ეს ყველაფერი გაწერილი, რომ ანუ იმისთაც კი არ იწუხებენ თავს, რომ რაღაც ის მრავალფეროვანი ის მაინც იყოს, ხო, საქმეების შეკერონა, ასე ვთქვათ და ამას დამატებული, ანუ თვითონ ეს პროცესი როგორც მიდის ახლაც, ანუ სანამ ეს არსებით განხილვას გადავიდა, მანამდე ჰქონდათ შანსი, რომ რეალობაში ეს სისხლის სამართლის დევნა შეეწყვიტათ. და რეალობაში ანუ იმდენად სუსტი საქმეა იმ ხერ რომ მე მაგას რაღაც ნახევრად ხომროთ ვეძახი დროში მოგზაურ კანონს, იმიტომ რომ როგორც ამოქმედეს, ეგ ამოქმედების ის დრო არ ემთხვევა იმას, როცა ჩვენ დაგვიჭირეს, ანუ ეს რეალობაში რაღაც 6-დან უნდა გააქტიურებულიყო, მე მგონი ჩვენ 2 თებერვლის რო დაჭერილი ვიბრალდებით, რომელიც ჯერ არც უნდა შესულიყო ჯერ ძალაში. მაგას დამატებული ანუ ეს დაცვის ხარეს აქვს ძალიან არის არგუმენტები, იმიტომ რომ თუნდაც აი ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი რაც არის, ანუ სახელდება რაც აქვს მინიჭებული, ანუ რეალობაში არანაირი პარამეტრით არ არის განსაზღვრული, ზუსტად იცოდე, სად რა ის იყოფა, ხო? და პროკურატურის არგუმენტი, საოცარი არგუმენტი იყო, ეგ ანუ როცა აი გადამწყვეტი ის იყო რა, ანუ წავედოდა თუ არა ეს სისხლის სამართლის წარმოებაში, პროკურატურის არგუმენტი იყო, რომ ეს ამბავი მედიაში გავიდა. და ეს უკვე საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ხალხი იქ არ უნდა მისულიყო, იმიტომ რომ მედიაში რადგანაც გაჟღერდა, ანუ შენ პირობითად აქციაზე თუ ისე წახვედი, რომ რაღაც ინტერნეტში არ შეიხედე, არ წაიკითხე, რომ ამაზე სისხლის სამართლის დანაშაულის მიანიჭეს, თან რომელიც კანონის
დონეზე ჯერ ვერც ამოქმედებოდა და გახვედი ისე, ანუ ის ხარ რა ჩვენებად დაგიჭერენ, თუმცა არაფერი და მაგას დამატებული ამ თვითონ ეს ხო, პრინციპში ახლა ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ და ამ საქმეების მიმდინარეობაც ადასტურებს რა ტიპის კრიზისშია ხო ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა ფართო გაგებით არა მარტო სასამართლო თავით ფეხებამდე ამ ყველაფერში ჩართული პოლიციაც და პროკურატურაც ხო ხშირად სასამართლოს მიმართ უფრო ისმის კრიტიკა და ლოგიკურიც არის მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ საქმეებს თავიდან ბოლომდე კინძავს პროკურატურა და პრინციპში მთელ სცენარს ის ავითარებს ხო და ამ საქმეებში ჩართული ინდივიდუალური პროკურორები ჩვენთვის ძალიან ძიმეა ხა ის რასაც უყურებთ და ამდენი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ერთ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში მე არ მახსენდება ჩვენ ყოლია პოლიტპატიმრები სხვადასხვა ხელისუფლების დროს მაგრამ ის რომ ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ასეთ მოკლე მონაკვეთში ერთ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით ამდენი სისხლის სამართლის საქმე და ამდენი ბრალდებული ყოფილიყო პოლიტიკური ნიშნით საპატიმროებში ასეთი მოვლენა მე არ მახსენდება ხო ეს ნიშნავს პრინციპში იმასაც და ჩვენ ამაზე წლებია ვლაპარაკობთ რომ მოჯადოებულ წრეს თავი ვერ დააღწია ქართულმა მართლმსაჯულებამ არათუ თავი ვერ დააღწია პრინციპში ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, დააწინაურა, კიდევ უფრო სასათბურე პირობები შეუქმნა ყველა იმ ოდიოზურ ფიგურას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ასეთივე საქმეებში მონაწილეობდა, ხო, პოლიტიკური ნიშნით დევნა იქნებოდა ბრალდება, დაკავება თუ ძალადობა. და მე ამის გამართლება სასამართლოში და სწორედ ასეთი ხალხი შემორჩა ქართული ოცნების პირობებში მართლმსაჯულების სისტემას. ძალიან ისეთი თვალსაჩინო იყო, რომ ნარკოტიკის ჩადების საქმეები ბრუნდება და ეს ტენდენცია, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც ფართოდ გავრცელებული იყო, ქართული ოცნების პირობებშიც რამდენიმე გახმაურებული საქმე იყო, მათ შორის ბირჟა მაფიის საქმე, ხო, სადაც ნარკოტიკი იყო ჩადებული. აი ახლა ეს ხელწერა კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა, იგივე გიორგი ახობაძის შემთხვევა და რამდენიმე მიმდინარე საქმეა კიდე ნარკოტიკებთან დაკავშირებული, რომელშიც მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ აი ეს სტანდარტი, რომელსაც ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიება ითხოვს, რომ ჩხრეკა, რომლის დროსაც პოლიცია ამბობს, რომ ამოვიღე ნარკოტიკი, ეს უნდა იყოს გამყარებული ან ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენებით, რომელიც ჩხრეკას ესწრება, ან სულ ცოტა ვიდეო გადაღებით, ხო? ან სამხრე კამერით, ან ტელეფონით, ან ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით და არც ერთ ამ საქმეში ასეთი ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ჩხრეკის კანონიერებას და ამ ნარკოტიკის მართლა არსებობას დაადასტურებდა და არათუ ეს არ არსებობს, ხა ნიკაკაციას საქმეში საერთოდ ექსპერტიზა საერთოდ ვერ ადასტურებს ამ ადამიანის ნარკოტიკებთან რაიმე შეხებას, ხო? გიორგი ახობაძე, რომელიც გამართლდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალბათ წინააღმდეგობის პროცესისთვის და პროტესტისთვის ეს გამარჯვება, ეს რა თქმა უნდა არ არის რაღაცა პოზიტიური მოლოდინის შემქმნელი, რომ სხვა საქმეებშიც ანალოგიური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი იყო ეს მუხტი, რომელიც გიორგი ახობაძის თავისუფლებამ მოიტანა. ამის მიუხედავად მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები, რომ მზია მაღლობელის განაჩენი იქნება გიორგი ახობაძის თუ ნებისმიერი სხვა ბრალდებულის განაჩენი, ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული განაჩენი. ქართული ოცნების მართლმსაჯულებას ალბათ თუ რამე განასხვავებს პირობითად ნაციონალური მოძრაობის მართლმსაჯულებისგან, არის ის, რომ ისინი უფრო მეტად ზომავენ ქართული ოცნება უფრო მეტად აქცევს ყურადღებას სად აწყობს და სად არ აწყობს პირობითად, რა ვიცი, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხო? ისინი მუდმივად ცდილობენ აი ამ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ლავირებას, პირობითად შეიძლება, რა ვიცი, 3 დაკავებული გამოუშვან და თქვან, რომ აი სასამართლო დამოუკიდებელია და ეგ გააკეთა ირაკლი კობახიძემ ახობაძის საქმესთან დაკავშირებით და თქვა, რომ მაღალი სამართლებრივი სტანდარტი გვაქვს და ამიტომ დადგა გამამართლებელი განაჩენიო, ამ სტანდარტით მზია მაღლობელის საქმეში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხო? ამიტომ აი ეს რაღაცა ერთ-ერთი ნიშან-თვისება ქართული ოცნების მართლმსაჯულების
ალბათ ესეც არის ხო ჩვენ არასდროს არ გქონია დამოუკიდებელი სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის არც ერთ პერიოდში ნაციონალური მოძრაობის დროს პირდაპირ რაღაცა პოლიტიკური მმართველობა იყო იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის გავლით. ქართულმა ოცნებამ შემდეგ ეს სისტემა გადმოიბარა, იყო იქ გარკვეული პერიოდი, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ბოლომდე ვერ ლაგდებოდნენ მოსამართლეების გარკვეულ ჯგუფთან, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მალევე გადაილახა და ისინი ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავიდნენ რაღაცა ურთიერთ თანამშრომლობის, ერთმანეთის ძალაუფლების, კვების რეჟიმზე, ხო? და დღეს ძალიან კარგად აფასებენ სადრა გადაწყვეტილების მიღება ღირს იმისთვის, რომ ერთის მხრივ წინააღმდეგობაში ასუსტოთ, მაგრამ მუხტიც ისე რაღაც ამ გადაწყვეტილებამ ისეთი მუხტი არ შექმნას, რომ დამატებითი თავის ტკივილი გაუჩინოს ქართულ ოცნებას და მე აი ამ მიზანშეწონილობით ვკითხულობ ყველა სასამართლო განაჩენს და გადაწყვეტილებას, რომელიც ამ საქმეებთან დაკავშირებით იქნება მიღებული, ხო? არ ვიცი, ალბათ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, როგორ მოვედით საერთოდ აქამდე, რა იყო ჩვენი როგორც საზოგადოების შეცდომა, რომელმაც დავუშვით ის, რაც ახლა ხდება. რა ვერ გავაკეთეთ ან ვერ მოვითხოვეთ თავის დროზე, რაც უნდა მომხდარიყო, იქნება ეს რაღაცა ობიექტური შეფასება, იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც დარჩნენ მართლმსაჯულების სისტემაში და ისევ ოდიოზურ ფიგურებად, ისევ გავლენიანი ჯგუფის ლიდერებად გვევლინებიან და ისევ ამ საქმეებში მთავარ რაღაცა ფიგურანტებად, ხო და აი რაღაც ჩვენც შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, როცა ამის პოლიტიკური შესაძლებლობა მიეცემა ამ ქვეყანას, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. რას ფიქრობ? აი ხან რა იყო ალბათ რა არის მთავარი პრობლემა, რაც არაძლევს ჩვენ მართლმსაჯულების სისტემას, არაძლევდა არც წინა ხელისუფლების დროს, არც ქართული ოცნების პირობებში დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას. ბუნებრივია ეს არსებული მოცემულობა, რომ არ არის გუშინდელი პრაქტიკა და რაღაც უცბად შექმნილი პრაქტიკა, ეს ცხადზე ცხადია, ჩემთვის ქვეშ მყოფი რომ არის 8 თვეზე მედია, ეს არაფრის გამო ფაქტობრივად არ არსებული მოცემულობის გამო არის პატიმრობაში და ეტავებიან სრულად აბსურდულ ქმედებით და რაღაც არ არსებული მოცემულობით და ეს უგანონოდ რო არის პატიმრობაში, ეს არ არის ახალი რაღაც გუშინ შექმნილი პრაქტიკის შედეგი, ხო, ეს არის წლების განმავლობაში გამყარებული სახელმწიფო სისტემის ძალადობის პრაქტიკული მაჩვენებელი, რომელიც ამ შემთხვევაშიც გამოვლინდა და ასე ვთქვათ გამოხატა, ხო? და ეს მოცემულობა, რასაც არის, ფაქტობრივად არის მემკვიდრეობა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ძლიერ ხელისუფლებისგან მიიღო მემკვიდრეობის სახით და ხო და არსებული მოცემულობა გაამყარა და რაღაცა შეაფუთა ისო, რომ საჯაროების შემთხვევაში საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდა. ჩვენი შეცდომა, საზოგადოების შეცდომა იყო იქ, რომ როცა ხელისუფლება შეიცვალა და არ მოხდა და არ მოყვა ეს ცვლილებების შემდეგ რაიმე სახის რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში, რომლებიც მიუხედავად იმისა, იქამდე იყო ამრავი კვლევები დაწერილი, ამრავი ანგარიშები, რომ ეს სისტემა არსებული მოცემულობა თუ რეფორმა არ იქნებოდა, მაინც არ შეიცვლებოდა და აღნიშნული გავლენიანი პირების სისტემიდან თუ ჩამოშორება არ მოხდებოდა, ეს სისტემა არ ივარგებოდა გრძელვადიან პერსპექტივაშიც, მაინც ქონდა იმის ილუზია, რომ თურმე ხელისუფლების ცვლილებებით სისტემა სრულად შეიცვლებოდა. ხო, ეს არ არის სისტემური მიდგომასთან ბრძოლა, ეს არის რაღაცა სიმპტომებთან ბრძოლის ეფექტი, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში არასდროს არ გვაძლევს დადებით შედეგს და ყოველთვის აქვს გამოყუჩებელი ეფექტი, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ახალ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რამდენიმე წლით იყო რაღაც გამოყუჩებელი ეფექტი და საჯაროების შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სისტემას იმაზე მგაცრადაც კი შეუძლია გამოიყენოს იგივე მემკვიდრეობა, რასაც გადმოებარა. და აი ამ ზუსტად ჩვენი შეცდომა, რომ ერთხელ უკვე გვაქვს დაშვებული, კიდევ ერთხელ არ უნდა დავშვათ და ეს მართლმსაჯულების სისტემას რეფორმი ჯერდება და რეფორმა უნდა ჩავადროეთ ისე, რომ გქონდეს ჩვენ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ესე ჩემი აზრით აღარ უნდა იყოს მსჯელობის საგანი, რომ გჭირდება თუ არა ჩვენ რეფორმა. ლექსოშ, რადგან თან ბოლოსკენ დასასრულისკენ მივდივართ და იმაზე ვლაპარაკობთ, პრინციპში აქედან როგორ უნდა გამოვიდეთ და
მე ბოლოსკენ რაღაცა მოძრაობის, ჩვენი მოძრაობის ხედვასაც მოკლედ მოვხაზავდი. შენ როგორც ამ საქმეში ბრალდებულს, მაგრამ უსამართლო მართლმსაჯულებით დაზარალებულს, რა მოთხოვნა გექნებოდა და რა მოლოდინი გექნებოდა, როგორ უნდა გადავიხადოთ ჩვენ ამ ყველაფრის ფასი, პირველ რიგში მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან უშუალოდ ამ უსამართლო მართლმსაჯულების და ზოგადად ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს შენისთან ადამიანებისთვის, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ აღმოჩნდნენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ქვეშ. ხო, ანუ მე მგონია რომ ზოგადად პასუხისმგებლობის დაყენების კულტურა ამ ქვეყანაში არ არის, ანუ საერთოდ ის თუნდაც ის რომ გავიხსენოთ ახლა ნაზი შამანაურის ფსიქიატრი რომ ამდენი ხანი თუნდაც სამხარაულის ფსიქიატრიული ის არის ხო, ანუ აი რაღაც ისეთ სიტუაციაში ვარ ცუდ რომ რაღაც ძალიან ტრაუმულ გამოცდილებებში არის მუდმივად ეს ქვეყანა და აქედან რაღაც გარდამავალ ეტაპს გადავა თუ არა, იმდენად შვებით ამოისუნთქეს რომ ანუ იქ ვინ იმ წინა პერიოდში ვინ რა დააშავა ქრება თითქოს რა და ანუ რეალობაში ეს არის მთავარი პრობლემა რომ პასუხისმგებლობა არ დგება იმ ადამიანების ვინც რაღაც დააშავა, ანუ მეც ახლა რავი, ანუ იქ რომ დამიშავებინა იმის აღიარების პრობლემაც არ მექნებოდა, ოღონდ ფაქტობრივად უზუსტობაა და ფაქტობრივი ის არის, რაც მაბრალი არ ემთხვევა, თორე ზოგადად ეგ რამის დაშავებასთან მიმართებაში, ანუ ის რატომღაც აი მუდმივი ის გვაქვს, რომ აი ყველანაირად ცდილობს რომ რაღაც თავის დაძვრენის იმით გამოვიდეს და თან რაღაც ეს ანუ იდენტობას ეს რაღაც სპექტაკლი იდენტობას შეინარჩუნდა და მე მთელი ეს მითოლოგიზირება მიდის ამ წარსულის ტიპაჟების და რაღაც ანუ თავარი რაც უნდა მოხდეს, რაც იმედია მოხდება, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოხდება, უნდა იყოს რომ დღის წესრიგში უნდა დადგეს ზოგადად პასუხისმგებლობის აღების კულტივირება უნდა მოხდეს ამ საზოგადოებაში ალბათ. ხო, მე პირადად არ მაქვს მოლოდინი რომ ან ნაციონალური მოძრაობა, ან ქართული ოცნება ოდესმე სრულად აიღებს პასუხისმგებლობას, ან აღიარებს იმას, რაც გაუკეთეს მართლმსაჯულების სისტემას. ორივე პოლიტიკური ძალა ფაქტობრივად იდგა რეპრესიულ მართლმსაჯულებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე და მათი ძალაუფლება მთლიანად იყო განპირობებული პოლიტიკური საქმეებით, ხო, და როგორც წინა ხელისუფლებას არ აუღია ამაზე ის პასუხისმგებლობა რაც უნდა აიღო, ისე არ ველოდები რომ თავისით რაღაცა ქართული ოცნება რამეს აღიარებს და შეეცდება საზოგადოებას პასუხი გასცეს. ამიტომ ჩვენ როცა მოძრაობაშიც მსჯელობთ მართლმსაჯულების მომავალზე, რა თქმა უნდა და იმ წრეებში რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ, მე ვფიქრობ რომ სრული კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმება, შეფასება პირველ რიგში, რა გვჭირდა, რა არის რეალურად მართლმსაჯულების მთავარი პრობლემა, როგორ იმართებოდა, რა პოლიტიკური ვერტიკალით, რა სისტემებით იმართებოდა ეს სისტემა, ვინ იყო და ვინ არის ამაში ჩართული ასეთი მართლმსაჯულების არსებობაში და რა თქმა უნდა ამ შეფასებას უნდა დაეფუძნოს უკვე კონკრეტულად მოსამართლეები იქნებიან, პროკურორები თუ სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები, მათი ხელახალი შემოწმება და შეფასება, ხო? ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან მონაწილეები ან ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, უსამართლო მართლმსაჯულების, მტკიცებულებების ფალსიფიცირების, რა თქმა უნდა, ამ ხალხმა ვერ უნდა შეძლოს, რომ გააგრძელოს მათი პროფესიული საქმიანობა და მათ უნდა გაიარონ ხელახალი შემოწმება კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის და ეს უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობით. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვლაპარაკობთ ასეულობით ადამიანზე, რომელმაც უსამართლოდ ადმინისტრაციული სახდელი გადაიხადა აქციებში მონაწილეობის გამო და უამრავმა ადამიანმა სამსახური დაკარგა პოლიტიკური ნიშნით და ამ ადამიანების სამოქალაქო რესტიტუცია უნდა მოხდეს სულ მცირე. თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე საქმეები, წამები, არაადამიანური მოპყრობის, რომელსაც არ ეყოფა მხოლოდ ის, რაც ახლა ვთქვი და ამ საქმეებს ჭირდება გამოძიება უკვე ახალი გაჯანსაღებული მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან, ხო? და ეს საქმეები ობიექტურად უნდა იყოს შესწავლილი და გამოძიებული. ალბათ მთავარი მაინც არის ის, რომ იმის აღიარება, რომ ჩვენ თუ პოლიტიკური სისტემა არ შევცვალეთ,
არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მართლმსაჯულების სისტემა გასწორდება. მართლმსაჯულების სისტემა ერთ-ერთში აირეკლავს იმას, რა პოლიტიკური სისტემაც გვაქვს, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ მივახციოთ ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნას, სადაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი და ვინც არ უნდა იყოს ეს, იგდებს მთელ ძალაუფლებას ხელში და არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვს არც საზოგადოების, არც სახელმწიფო ინსტიტუტების და არც პოლიტიკური აქტორების მიმართ და თუ კი ჩვენ შევძლებთ რომ ამ პოლიტიკურ სისტემას შევებრძოლოთ, რაც 10 წლეულებია დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში, მაშინ შევქმნით რაღაცა საფუძველს, რომ უფრო სამართლიანი მართლმსაჯულება შევქმნათ. მე პირადად და მოძრაობის ხედვაც ასეთია, რომ მარტივი რეფორმისტული ხედვები ვერ უშველის ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას, ჩვენ გვჭირდება ტრანსფორმაციული ხედვა, რომელიც ზოგადად ახალ დანიშნულებას მისცემს მთლიანად მართლმსაჯულებას და რეპრესიაზე, დასჯაზე, შიშზე დაფუძნებული მართლობის სისტემა, რომელიც პირდაპირ გადის სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სექტორზე, უნდა დასრულდეს და ჩვენ გვჭირდება თვისებრივად ახალი ტიპის მართლმსაჯულება, რომელიც შექმნის რაღაცა კეთილდღეობის, სამართლიანობის და დემოკრატიის საფუძველს და ფორმალისტურად არ აღასრულებს იმ კანონებს, რომელსაც პარლამენტი დაუწერს და მე არ იტყვის, რომ რა მექნა, რაც კანონი იყო, მე იმ კანონს აღვასრულებდია, ხო, რასაც 10 წლეულებია ვისმენთ და ვხედავთ. პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ. დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესო გამოვიდა. რა თქმა უნდა, წარმატებები ლექსოსაც, აიჰანსაც, სამართალი და გამარჯვება ყველა პოლიტიკურ პატიმარს და უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს. მადლობა, ნახვამდის.